აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა. ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი 2024 წლის ივნისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის 6-დან 15 წლის ასაკის 30 ახალგაზრდისთვის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების, კერამიკის, კალიგრაფიის, ხატვის, ქსოვისა და ქარგვის სწავლებას. დღეს მოსწავლეებმა მოახდინეს იმ უნარჩვევებისა და ცოდნის დემონსტრირება, რომლებიც მათ შეიძინეს საკვირაო სკოლაში სწავლების დროს. გაიმართა სასწავლო კურსის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრების, მათ შორის მხატვრულად მოხატული კერამიკული ნაკეთობების, ფერწერული და კალიგრაფიული, ასევე ქსოვისა და ქარგვის ნიმუშების გამოფენა პრეზენტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რამე თუ მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერას. აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გარდა ჩართულები არიან ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები, რაც ბუნებრივია საშუალებას იძლევა, რომ მათ შორის მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს. ჩვენი მიზანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის გაგრძელება. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრომ დააფინანსა ორთვიანი კურსი სასწავლო პროცესის და შეუძინა ამ 2 თვის მანძილზე საჭირო მასალები, ინვენტარი ბავშვებს, თიხა, საღებავები, რომელიც საკმაოდ ესეთი საჭირო და ძვირადღირებულია. იუსტიციის სამინისტრო ბატონი გიორგი გაბედავას ხელმძღვანელობით გახდა მოგზანებული და დაათვალიერეს ბოლო პერიოდში ნაშრომები ბავშვების მიერ ხელით შესრულებული და ვფიქრობ, რომ მართლაც საინტერესოა და მე თვითონაც ხშირად ვერ ვესწრები მათ სწავლის პროცესს და ეს ყველაფერი ესე გამოფენილი რომ ნახე, ძალიან მომეწონა და ვთვლი, რომ უფრო მეტი რამ შეიძლება მათთვის გაკეთდეს და მომავალი წლები ამის იმედებს გვაძლევს. აქტუალობას ვერ ვმალავ, ისეთი ინტერესი წამოვიდა მოზარდებისგან, აი მელანი და კალამთან დამეგობრება, ეს არის საოცარი რამ, საოცარი შეგრძნება. თან ბავშვი ემოციას დებს თან თითოეულ ანბანში, თითოეულ აზრში. 2 წელი რაც აქ დავდივარ და უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნო ადგილია. ხატვას დაგვემატა. უფრო მეტად ვარ ჩართულები, იმიტომ რომ უფრო სერიოზულად მივუდექით ბავშვებიც. ძალიან სასიამოვნო კარგი ხავრობა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება რომ რაღაც ფიქრობ გამოხატო და ფურცელზე დაიტანო თუნდაც. თიხაც სასიამოვნოა, იმიტომ რომ მასწავლებელი შესანიშნავი გყავს. Telegram არხები რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მთავრობას შორის შეთანხმების ტექსტს ავრცელებენ. ეგრეთ წოდებული დოკუმენტის შინაარსი დაკავშირებულია რუსი იურიდიული პირების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან. როგორც ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაშია ნათქვამი, საოკუპაციო რეჟიმი იღებს ვალდებულებას იურიდიულ პირებს ანუ რუს ინვესტორებს ეგრეთ წოდებული საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის მისცეს მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. უფრო მეტიც ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ინვესტორებს ეგრეთ წოდებული საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას შექმნილ ობიექტებზე ექნებათ საკუთრების უფლება. ეგრეთ წოდებულ დოკუმენტში ყურადღება მახვილდება ეკონომიკურ საკითხებზეც. იურიდიული პირი განთავისუფლდება კორპორაციული ქონების გადასახადისა და კორპორაციული მოგების გადასახადებისგან. ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტი თენგიზ ჯოპუა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ქმნის უპრეცედენტო უპირატესობას უცხოელი ინვესტორებისთვის, რასაც ვერცერთი ადგილობრივი ვერ გაუწევს კონკურენციას. კრემლის ანექსიური პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ უფრო მკვეთრად იკიდებს ფეხს. არსებული დოკუმენტი ლოგიკურად წარმოადგენს შესაძლებლობას მოსკოვისთვის, რომ მოიპოვოს სრული ეკონომიკური კონტროლი ოკუპირებულ რეგიონზე და შემდგომში მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიას. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამას ხუბუა აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთის მცდელობის გაგრძელება, რომ საბოლოოდ დაიკანონოს აფხაზეთის ტერიტორია და გადააქციოს მის ერთ-ერთ გუბერნიად. ეხლა არის ახალი შემოთავაზებები, რითაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს აფხაზეთის ტერიტორიის ეკონომიკური ანექსიის, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა გაფორმების ხარისხის ამაღლებას. ამას ცხადია ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი ბიზნესმენები, საქმის
და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც გონიათ, რომ მათი უფლებები, ასე ვთქვათ, ირღვევა და უპირატეს მდგომარეობაში არიან ინვესტიციასთან მოყოლილი ის ადამიანები, რომლებიც გარედან უნდა შემოვიდნენ და თავიანთი ბიზნეს, ასე ვთქვათ, პროექტები უფრო თავისუფლად განახორციელონ, ვიდრე ადგილობრივმა წარმოებლებმა. ეს არის რუსეთის ფედერაციის მცდელობის გაგრძელება, რომ საბოლოოდ დაისაკუთროს ეს ტერიტორია, გახადოს თავის გუბერნიად. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ გემი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4-5 ივლისს ის უკვე ოჩამჩირის პორტში ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ გემი სამაშველო ნავად კლასიფიცირდება, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ. გასული წლის 5 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანია ამბობდა, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და ეს გააძლიერებდა როგორც რუსეთს, ისე დე-ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს. მარტში კი გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესი იყო ასახული. როგორც ექსპერტები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, აქ კრემლის ფარულის რახვები იკვეთება. ამ მოვლენებს, ამ რუსული ხომალდების ოკუპირებულ აფხაზეთის აკვატორიაში შესვლას თავისი მიზანი გააჩნია კრემლისთვის. აქ ერთი მხრივ იგი თითქოს უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყავს ნავარასისკიდან, ვინაიდან უკრაინელები უკვე წვდებიან ნოვოროსიისკ და ყირიმის ნახევარკუნძულს ბომბავენ, მაგრამ მეორე მხრივ ასევე საქართველოს ჩათრევა სურს ამ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში, კერძოდ საერთაშორისო სამართლით და თვითონაც უკრაინისთვის ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის ტერიტორიას შეადგენს და თუ უკრაინა გამოიყენებს უკვე ამ ხომალდების საწინააღმდეგოდ თუნდაც დრონებს და არა ბალისტიკურ რაკეტებს, მათ გასანადგურებლად გამოდის, რომ იგი დაბომბავს საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო სამართლით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის უკან დასავლეთი დგას პრაქტიკულად მთლიანად, ავტომატურად საქართველოს მთელს დასავლეთს დაუპირისპირდება და ესეც კრემლის ერთ-ერთ მიზანში ჯდება, რადგან საქართველოს დატოვოს იზოლაციაში და შემდგომ უკვე ადვილად დაეპატრონოს მას. სხვა მიზეზი იქ რაღაც გემების გადამალვისა არის სუფთა აბსურდული. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იზრდება რისკები იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი შეიძლება გამოყენებული იქნას უკრაინასთან ომში. ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც ერთ-ერთი სამხედრო ანალიტიკოსი რუსულ გადაცემაში პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ტერიტორია უკრაინასთან ომში და ასე ვთქვათ დასავლეთის სხვა ხომალდების საწინააღმდეგოდ. ამიტომაც ქმნის საფრთხეს, ეს არის ჩვენი ტერიტორია და ჩემი აზრით და ყველას ადგილობრივების შეფასებით ძალიან სარისკო სიტუაცია იქნება. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში სარემონტო აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის ინსპექტირება ჩაატარა. გზის მოსაწესრიგებლად 59 მილიონი რუბლი იქნა გამოყოფილი. დაბა შიცკვარაში გზის რემონტი 1990 წლიდან არ ჩატარებულა. ბოლო 30 წლის განმავლობაში სოფლის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე მიმართეს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელმძღვანელობას გზის აღდგენის შესახებ თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ბოლო წლებში პირობები იმდენად გაუარესდა, რომ მოძრაობა გართულდა როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომობილებისთვისაც. აღნიშნულ საკითხს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეგრამ არხი რესპუბლიკა კომენტარს აკეთებს ქვემო ეშერაში, დაბა შიცკვარაში 2,5 კილომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთის მოასფალტებისთვის გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით. ასლან ბჟანიას 4,5 წლის შემდეგ გაახსენდა ადამიანების გასაჭირი. ეს გასაგებიცაა, მალე ხომ არჩევნები მოდის. 59 მილიონ რუბლს ხარჯავენ 2,5 კილომეტრიან გზაზე ასფალტის დასაგებად. ყველაზე თამამი გაანგარიშებითაც კი ასეთი სამუშაოების ღირებულება 24 მილიონ რუბლზე მეტი არ ჩდება. აი თქვენი ეკონომიკაც ამომრჩევლებს თვალში ნაცარი შეაყაროთ და ფულიც გამოიმუშაოთ. წერს ტელეგრამ არხი. ექსპერტ ანალიტიკოსი შმაგი სამხარაძე ამ საკითხს რამდენიმე ვერსიას უკავშირებს.
დიდი საბიუჯეტო თანხა იხარჯება წინასაარჩევნოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ტრადიციულად ეს არა მხოლოდ ამორჩევლის ხმაზე არის მიმართული, არამედ იმ ლოიალურ, ასე ვთქვათ, გუნდის წევრებზე, რომლებიც ახერხებენ პარალელურად ამ თანხების მითვისებას, ნაწილის მითვისებას. ამიტომაც რეჟიმს სჭირდება, რომ არა მხოლოდ ფასადურად მოიზიდოს ხმები, არამედ დააკმაყოფილოს საკუთარი, ასე ვთქვათ, გუნდის წევრები, რომლებიც ამ ყველაფერს იყენებენ კორუფციულ სქემებში. ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გახშირებული სიკვდილიანობა დე-ფაქტო სახელისუფლებო სტრუქტურებშიც განხილვის მთავარი თემა ხდება. ავტოსაგზაო გზებზე არსებული ვითარების გამო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოინსპექციის უფროსი ვალენტინ ტრაფშიც გადააყენეს. აღნიშნულ პრობლემებზე დე-ფაქტო პარლამენტში მსჯელობისას ეგრეთ წოდებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა გზებზე არსებულ სიტუაციას კრიტიკული, ხოლო მათზე კონტროლს სუსტი უწოდა. ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოში არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის გამკაცრებული ზომების აუცილებლობაზე ისაუბრა. მათ შორის ჯარიმების გაზრდა, ასევე მძღოლების ვინაობის გასაჯაროება. 8 ივლისს კი ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტის უშუალო ხელმძღვანელობით აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ავტოინსპექციის მუშაკებმა გაძლიერებული რეიდებიც ჩაატარეს. საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების სხვადასხვა სახელისუფლებო დონეზე განხილვებს ჟურნალისტი იზიდა ჭანიაც ეხმაურება. არავითარი სტატისტიკა, მომხდარის არავითარი გააზრება, არავითარი გრძელვადიანი სტრატეგიის ან მოკლევადიანი გეგმების შემუშავება, წერს ჟურნალისტის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტს ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს თემა ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო არ არის. მოახლოებულმა არჩევნებმა განაპირობა მისი გააქტიურება, მაგრამ რამდენად შედეგის მომცემი იქნება, საეჭვოა. ხშირად ხვდება სოციალურ ქსელებში თუ რა საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდება ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ტურისტული სეზონის ზრდასთან ერთად ასევე ის მთავარი გზა, რომელიც არის სოჭადან, ასე ვთქვათ, სოხუმამდე, აი ეს გზა არის მთავარი მონაკვეთი, სადაც ფიქსირდება ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა. აქედან გამომდინარე, არის შეთავაზება იმისა, რომ გამკაცრდეს ზომები, კერძოდ გამკაცრდეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით ზომები და, რა ვიცი, ძალიან განხილვადი გახდა სოციმედიაში, ახალგაზრდები აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ეს პრობლემა საბოლოო ჯამში გადაიჭრას და მოიძებნოს რაღაც ხერხი. წინასაარჩევნოდ ბევრი მსგავსი თემა გააქტიურდა, ასე ვთქვათ, სანაპირო ზოლის მოპირკეთება, სხვადასხვა შენობების მოპირკეთება, ეს იქნება და სხვადასხვა კანონების მიღება. რა თქმა უნდა, ხშირი არის ასეთი მსგავსი კომენტარები, რომ აი კეთდება, ანუ ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის ტრადიციულად აქტიურდება წინასაარჩევნოდ და ჟანიას ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ამას რა თქმა უნდა იყენებს სათავისოდ. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები ეს არ არის ახალი სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს უკვე 30 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, რის გამოც იქ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ადამიანია დაღუპული, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ომის პერიოდში საბრძოლო მოქმედებებში არ დაღუპულა გენოფონდის ესეთი მასალა, როგორც აფხაზეთის ოკუპაციის პერიოდში უკვე 93 წლის შემდეგ. ეს ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აფხაზეთში პრაქტიკულად არის ერთი მხრივ კლანური მმართველობა, მეორე მხრივ იქ კანონები არის სუფთა დეკორაციული ხასიათის და მესამე ეგრეთ წოდებული შავი სამყაროს დომინანტი ასევე რეალურ ცხოვრებაში. სრული დანაშაულზე პასუხს პრაქტიკულად არავინ არ აგებს.